თუ ვინმე გუშინ საღამოს 9 საათიდან მოყოლებული უკვე BMG-ს საშუალებით არ გაიგო ეს ამბავი, აგერ უყვებით ახლა და მინდა ვაუწყო ჩემი აზრით საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი ამბის შესახებ გადაცემის შესავალშივე, რომელიც ეხება Lion Finance Groups, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ბანკი, საქართველოს ბანკის და ასევე სომხეთის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის ამერია ბანკის მფლობელი გახლავთ. და ეს არის ჰოლდინგური ჯგუფი. ის პირველი ქართული კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმთავრეს FTSE 100-ის ინდექსში შევიდა. ეს ინდექსი აერთიანებს ბირჟაზე არსებულ 100 უმსხვილეს კომპანიას და ის მთლიანად ლონდონის როგორ გითხრათ, საფონდო ბირჟის მთავარი ინდიკატორი გახლავთ. Lion Finance Group ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გავწერიანდა, ხოლო ცვლილება უკვე გაწევრიანდება, ანუ ზუსტად 20 მარტს და ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა, თუმცა უკვე დადასტურებულია და ოფიციალურად არის ყველაფერი, რომ FTSE 100-ის ინდექსის შემადგენლობაში Lion Finance Group-თან ერთად ფიგურირებენ გლობალური ლიდერები ისეთი სექტორიდან, როგორიც არის საბანკო საფინანსო სექტორი, HSBC, Barclays, ენერგეტიკიდან Shell, BP, ფარმაცევტიკიდან, ну რა გითხრათ ხა, AstraZeneca, JSK, გარდა ამისა, ინდექსში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ასევე სამთო-მომპოვებით ინდუსტრიას, როგორიც არის Rio Tinto, Glencore, რა გითხრათ, ისეთი კომპანიები, როგორც არის Vodafone Group, Pudenfall, და თავად მაგალითად retail სექტორს წარმოადგენს ისეთი ჯგუფი, როგორიც არის Burberry და Next. და არსებული მდგომარეობით ინდექსში შემავალი კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონს დაახლოებით 2.5 ტრილიონი გირვანქა სტერლინგია. ეს სექტორული მრავალფეროვნება და კომპანიების საერთაშორისო მასშტაბები განაპირობებს ზუსტად იმას, რომ FTSE 100-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი გენერირდება სწორედ გაერთიანებული სამეფოს გარეთ, რაც ინდექს გლობალური ეკონომიკური ციკლების მიმართ საოცრად ძნობიარესაც ხდის. რაც შეეხება Lion Finance Groups, რომელიც როგორც გითხარით, საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია გახლავთ, ქართული კომპანია და ფლობს საქართველოს ბანკს და ასევე სომხეთის წამყვან საფინანსო ინსტიტუტს ამერია ბანკის სახით, მისი შესვლა განაპირობა ბირჟაზე კომპანიების აქციის ღირებულების მნიშვნელოვან მომატებამ. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში Lion Finance Group-ის აქციების ღირებულება 114%-ით არის გაზრდილი და 100 გირვანქა სტერლინგს მიაღწია და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდ 600 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით Lion Finance Group-მა მიაღწია იმ პარამეტრებს, რომლითაც FTSE 100-ის ინდექსის შემადგენლობაში უკანასკნელი გადახედვის შედეგად საფონდო ბირჟის უმსხვილეს ასეულში შევიდა. ამაზე წერდა Investment Chronicles-იც, იდეაში ერთგვარი ტრიგერიც გააკეთა, რომ პრინციპში გარდაუვალია უკვე Lion Finance Group-ის გამოჩენა FTSE 100-ის ინდექსშიო და ისე აგიხდეთ ყველაფერი. FTSE 100-ის ინდექსში შესვლა კომპანიებისთვის ცალსახად უდიდეს მიღწევაა, ის ნიშნავს მაღალნდობას და კომპანიის ხაზგასმოლა ძალიან მნიშვნელოვან რეპუტაციას. მე ულოცავ არჩილ გაჩეჩილაძეს და მის გუნდს ასეთ აღიარებას და რაც თავარია ულოცავ საქართველოს ამ წარმატებას, რამაც რაც გონია, რომ არა მხოლოდ Lion Finance Group-ი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყანა გაიყვანა ფაქტიურად ჩემპიონთა ლიგაში, ну არ ვიცი რა დავარქვა ამას რა, ამ წარმატებას ეს არის გლობალური ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა, სადაც პირველი მეცხალი გაჩნდა Lion Finance Group-ის სახით და ძალიან გახარებული ვარ ამობით გუშინდან მოყოლებული და იმედია არჩილთან ერთად უახლოეს მომავალში უკვე მომეცემა დეტალური გასაუბრების საშუალება, რომ ჩავშალოთ რა და როგორ მივედით ამ შედეგამდე. რაც შეეხება კიდევ ერთს, ხო, ну რა გითხრათ ახლა FTSE 100-ის ინდექსის ინვესტორები არიან ისეთი ცნობილი საპენსიო ფონდები და სახელმწიფო სუვერენული ფონდები, როგორც არის მაგალითად ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სუვერენული ფონდია. ტრადიციულად ფლობს FTSE 100-ის აქციების კომპანიების მნიშვნელოვან წილს სწორედ ნორვეგიული ეს სუვერენული ფონდი და ეს ტიპის ინვესტორები არიან უკვე გამოჩნდებიან, მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გვერდით ამ მნიშვნელოვან ინდექსში. მოკლედ ესეთი ამბებია.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სტუდიაში თქვენთვის მუშაობას გიორგი ისაკაძე და ნინი ლონგურაშვილი გააგრძელებენ. ეს ჩვენი 5 მარტის საქმიანი დილაა და ჩვენ ვიწყებთ თქვენთვის მთავარი ამბების გადმოცემას ცხადია იმ წარმატების გარდა, რომელსაც Lion Finance Group-მა მიაღწია როგორც პირველმა ქართულმა კომპანიამ FTSE-ის ინდექსში. წარმატებები საქართველოს ეკონომიკას.